რაც შეეხება თვითონ ჩემი მოხსენების თემას, მას შევარქვი ტექსტის დაბადება. ეს იყო ერთგვარი გაგრძელება იმ მცირე ესესი, რომელიც მარკერში დაიბადა. ესე დაიბეჭდა და თემა თავისთავად თემა არის მე თუ ვიტყოდ ფუნდამენტური ძალიან ბევრი გარემოების გამო. თან საკმაოდ რთული სასაუბრო თემა გახლავთ, რომ საუბარი იმაზე, ვისაც ტექსტის გამოცდილება გვაქვს, ვისაც ტექსტთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს, ვისაც სხვანაირად ვიტყოდი, ტექსტით ცხოვრების და ტექსტში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს. ძალიან კარგად ვიცით თუ რამდენად ინტიმურია ეს გამოცდილება, ძალიან კარგად ვიცით თუ რამდენად ჰერმეტულია ხოლმე ეს გამოცდილება. და მის აღწერას შეიძლება ერთგვარი მწერლური თუ აი ტექსტთან მოურთიერთობე ადამიანის რაღაც ეგზოტიკური გამოცდილების აღწერის თანაფარდი იყოს. თუმცა ამავე დროს არსებობს მეორე რამ, არსებობს რაღაცა ჩვენი გამოცდილებების რაღაცა თანაზიერი სივრცე. ჩვენ ყველანი რაღაცა ერთი გამოცდილების თანამონაწილენი ვართ. ამ გამოცდილებაში არ გულისხმობ სოციალურ გარემოს, არ გულისხმობ ისტორიულ გარემოს და ასე შემდეგ, გულისხმობ იმ ადამიანურ გარემოს, რომელშიც ჩვენ გავშდით. ჩვენ ყველანი ვართ ერთი რაღაცა უნივერსალური გამოცდილების მონაწილეები და ამდენად გასაგებნი ვართ ერთმანეთისათვის, რომ არ არსებობდეს ეს უნივერსალური გამოცდილება ჩვენ მართლაც მონადების გავსად ვიქნებოდით საკუთარ თავში ჩაკეტილი არცებები. ამავე დროს ჩვენ ხედავთ, რომ შეგვიძლია ჩვენი პირადი ძალზე ინტიმური გამოცდილება მივიტანოთ მეორე ადამიანთან. ჩვენ თანამონაწილენი იმ აქტისა, აი უნივერსალური გამოცდილების აქტისა. ამდენად თანამონაწილენი ვართ ამ აქტისა იმ აზრითაც, რომ როდესაც ტექსტი იბადება ჩემში, ეს მეორე ადამიანის თანამონაწილე არის აი ამ დაბადების აქტისა. ეს ყველა კარგად ვიცით, ხო? ბანალური რაღაცა არის. არც ერთი ტექსტი იქნება ეს მუსიკალური, იქნება ეს სიტყვიერი თუ მხატვრული. არც ერთი ტექსტი არ იბადება მხოლოდ ჩემში. ნებისმიერი ტექსტი გულისხმობს თანაზიარობის სივრცეს. ნებისმიერი ტექსტი გულისხმობს იმ უნივერსალურ გამოცდილებას, რომელშიც იგი უნდა განთავსდეს. ნებისმიერი ტექსტი გულისხმობს მეორე ადამიანის თანაობას და თანაყოფნას. ჩვენს რაღაცა იდუმალ კავშირს. ძალიან არ მინდა გამოვიყენო სიტყვები იდუმალი, მისტიკური და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი ეს რასაც ვამბობ, მინიშნება არის იმაზე, რომ ჩვენ ყველანი რაღაცა იდუმალი სივრცის თანამონაწილენი ვართ, რომელიც რაოდენობით ანალიზ და ესე პოზიტიურ ანალიზ თითქოს და არ ექვემდებარება. ამავე დროს ვართ. ეს არის ჩვენი თავი სამყოფელი. და იმ სამყოფელში იბადება სულ ის ასეც ტექსტი ქვია. ზოგადად შემთხვევაში ის არ დაიბადება. ის არ დაიბადება მხოლოდ როგორც ჩემი ნაყოფი. როგორც ჩემს მიერ გამოთქმა სამყაროს რაობისა თუ სამყაროსადმი ჩემი დამოკიდებულებისა. ის შეიძლება დაიბადოს მაშინ, როდესაც არსებობს მეორე მოთანავე არსება, ადამიანი, რომელიც თუნდაც პასიურად თანამონაწილეობს ამ ტექსტის დაბადებაში. ანუ არსებობს ქართველი, არსებობს სამხსნელი, არსებობს მსმენელი და ასე შემდეგ. ეს უნივერსალური გამოცდილება არის მთავარი, რომელში მოძრაობასაც მოითხოვს ტექსტის დაბადება ჩემთან პირადად. ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სხვა ადამიანისაგან, რომელიც აი ეს ტექსტში და ტექსტით ცხოვრობს და რომელსაც ასევე აქვს ტექსტში ცხოვრების გამოცდილება. აქ არის აი თავისთავად ეს ბანალური რამ გახავთ ახლა ამაზე განსაკუთრებული აღმოჩენა არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ცნობიერება იბადება მაშინ, როდესაც იბადება მეტყველება, ხო? მაშინ, როდესაც იბადება სიტყვის გამოცდილება. ცნობიერება მაშინ იწყებს რაღაცა შინაარსის შეძენას, რაღაცა ინტენციების შეძენას, როდესაც მასში იბადება სიტყვა. და ვიღებთ აი უცნაურ რაღაცას, ისეთ აი ყოფიერებით მუცლად ღებულ სიტყვას. ისევე როგორც მეორეს მხრივ თვითონ ყოფიერებაც მუცლად ღებულია სიტყვით.
აი თანაობა ყოფიერებისა და სიტყვისა ეს არის აი ის იდუმალი კავშირი, რომელსაც ტექსტში მცხოვრები ადამიანი ყველაზე ნათლად გრძნობს ალბათ. შეიძლება ინტუიციურად, შეიძლება ამას სახელი ვერ შეარქვას. რა სიტყვა, რომელიც მომუცლადებულია ყოფიერებით, ეს ის სიტყვაა, რომელიც გადმოიღება როგორც პოეტური ქმნილება თუნდაც. ფერი, რომელიც მუსლადღებული არის ყოფიერებით, გადმოიღება როგორც ხატრული ნაწარმოები, როგორც საკითხეოვნების პროდუქტი. ეს არის უცნაური თანაობა ინსტრუმენტისა და ყოფიერებისა, რომელიც მუდმივად გაურბის ამ ინსტრუმენტალიებს, რომელთაც მათ გამოხატვას ცდილობს, მაგრამ მუდმივად უცლად ყოფნის მდგომარეობაში ამყოფებს ამავე ინსტრუმენტალიებს. ადამიანი, რომელიც ტექსტში ცხოვრობს და ტექსტი ცხოვრობს, ამან ეს ადამიანი მაბადეთ ეს შეიძლება ცოტა კომიკური გამოთქმა იყოს, მაგრამ უცლად ღებულის მდგომარეობაშია მუდმივად. ის მუდამ იმ ტექსტებთან თანაობს, რომლებიც მასში ცირკულირებენ. ეს უცნაური რაღაცა, ხო, აი ნებისმიერ ცხოვრებისეულ გარემოებას, აი ესეთ ნებისმიერ ადამიანი, ვისაც კი ორი წყარი მაინც დაუწევია, იცის, რომ ნებისმიერ ცხოვრებისეული გამოცდილება მასში შემოდის როგორც მისი ტექსტის რაღაცა ნაწილი. აი იმ ტექსტების, მასში მიცნობიერებაში მოცირკულირე ტექსტების რაღაცა შემადგენელი ნაწილი, მათი ჰორიზონტის თანამონაწილე, აი ამ ტექსტების ჰორიზონტის თანამონაწილე. შემოდის როგორც აქტორი აი ამ ტექსტების ჰორიზონტისა. ეს ერთგვარი შეიძლება ითქვას, შეიძლება ვიღაცა ითქვას, ეს არის ერთგვარი ავადმყოფული მდგომარეობა, მაგრამ ეს ავადმყოფული მდგომარეობა ნებისმიერი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი ცოტა თუ ბევრად. უბრალოდ არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ამ ავადმყოფობით უფრო სერიოზულად არიან შეპყრობილები. ისინი აი ამაში ცდილობენ, ამ გამოცდილებაში ცხოვრობენ, საკუთარი მუცლად ყოფნის გამოცდილებაში ცხოვრობენ. აი ამ გამოცდილებაში არსებობენ ეს ადამიანები. და ეს გამოცდილება არის, რომელიც ისევე როგორც ნებისმიერი ფეხმძიმობა ეს გარდამოსავალნელი ბედნიერებისა არის ამავე დროს ტანჯვა, ტკივილი, ავადმყოფური განცდები, შობის ტკივილი და ასე შემდეგ, ისევე არის ეს მდგომარეობა და თან საინტერესო აქ ის არის, რომ ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც მშობიარობა არასოდეს არ თავდება. არასოდეს მდგომარეობა, როდესაც შენ შეგიძლია თქვა, რომ მე ვშვი ის, რაც უნდა მეშვა და მოვისურვე. მშობიარობა პერმანენტულად გრძელდება. და მუდმივად მშობიარობის ტკივილშია ადამიანი, რომელიც ტექსტში ცხოვრობს და ტექსტი ცხოვრობს. რომელიც მუსლადღებულია იმით, რასაც ტექსტი ქვია. აი სიტყვასა და ყოფიერებას შორის მიმართება, სიტყვა ამ შემთხვევაში სინონიმია ფერისა, სინონიმია ბგერისა. ანუ ყველა იმ ინსტრუმენტალისა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ გამოვთქვათ ის რაღაცა მომწიფებული ტექსტი ჩვენში. ხო? ეს ყოფიერებით მუსლადღებული სიტყვა და სიტყვით მუსლადღებული ყოფიერება ეს არის ის უნივერსალური მდგომარეობა, რომელშიც შემოქმედებითი ცნობიერება არის გაბმული როგორც მახეში. მუდმივი მახის მდგომარეობაში. ეს არის აი ის როგორ გითხრათ, ეს არ არის მხოლოდ იმიტაცია, არაჩვეულებრივი გამონათქვამი აქვს ფოლკნერს ერთი ძალიან სადად, ჩემგან გასხვავებით, ფოლკნერი ძალიან სადად გამოხატავდა ხოლმე ესეთ აზრებს. ეს რომ აი მე მწერლად ვიგზენი თავი არა მაშინ, როდესაც წერა დავიწყე, როგორც წერდნენ ჩემი საყვარელი მწერლები, არა მაშინ, როდესაც წერა დავიწყე ისე, როგორც მინდოდა რომ მეწერა. არამედ მაშინ, როდესაც თავი ვიგზენი იმ პირველ ადამიანად, რომელმაც გაბედა, რომელსაც აზრად მოუვიდა, რომ თავისი ფიქრი, თავისი გამოცდილება სიტყვიერ ქსოვილში მოექციაო. აი ეს არის სწორედ ის მშობიარობის ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა ფოლკნერი იმ დროს. მას უნდა ეშვა ის სინამდვილეშიდაც უნდა ეშვა სინამდვილე. მეორე მხრივ, ვიცით, აი ამ შობაში თავისთავად ეს არ არის, რა თქმა უნდა, ახალი სინამდვილის შობა. ეს რა თქმა უნდა, ეს არ არის სინამდვილის შექმნა. მე თუ გითხავთ ესეთი გამარტივებული წარმოდგენა არის შემოქმედებით აქცია, როდესაც მიიჩნევენ, რომ შემოქმედი შობს რაღაც ახალ სინამდვილეს, რაღაც იდეალურ სინამდვილეს თუ ხატულ სინამდვილეს და ასე. შემოქმედი სხვა რამეს აკეთებს ალბათ. შემოქმედი ადასტურებს იმ უნივერსალურ გამოცდილებას, რომლის კონტექსტში და ჩვენ ცხოვრობდა, რომლის შესახებაც საუბრითაც დავიწყე. ჩვენ ყველანი თანამონაწილეები ვართ რაღაცა ძალიან დიდი კონტექსტისა.
და ჩვენ ყველანი ვადასტურებთ ამ კონტექსტს, ვადასტურებთ სიტყვით, ვადასტურებთ ტექსტით, ვადასტურებთ ნახატით. აი როგორც ლასკოს მხატვარმა, ერთ-ერთმა პირველმა მხატვარმა დედამიწის ზურგზე, ხო? იმით რომ გამოსახა ის ცხოველები იმაზე კედელზე, პირველ აზრად მოუვიდა რომ ცხოველების ფიგურები, ხო, ეს ხარია, ირემია თუ რაღაცა გამოიხატა, ამით დაადასტურა მათი არსებობა. ამით ხო უთხრა აი ამ ფიგურების უნივერსალურ შემქმნელს. აი გასაგები რომ იყოს აზრი გავიხსენებ მას ნეტარიაჰუს ჯემალ ქაჩხაძის იგი ისო გავიხსენებ ნეტარიაჰუს სიტყვებს აი არაჩვეულებრივი ის აქვს ძალიან სადად გამოხატული აზრი აქვს ნეტარიაჰუს ედგარ რომ სამყარო არის ღვთის კეთილმეტყველება. აი ეს რა კონტექსტში აქცევს იმას, ღვთაებრივი ლოგოსის იდეას, ეს გრძნობთ, რომ სამყარო ეს ღვთაებრივი ლოგოსი არის არა რაღაცა ეს აბსტრაქტული იდეა, არამედ ეს არის ღვთის კეთილმეტყველება. და მთელი ისი ხაზმია ამაში მოცემული, ხო? აი ღვთაებრივი ენერგიების იდეა ის რომ საგანის ხო არაფერი არ არის თუ არა ღვთაებრივი ენერგია თუ არა ეს არტიკულაცია ღვთაებრივი ლოგოსისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემოქმედი თავის სიტყვით ადასტურებს აი ამ კეთილმეტყველებას. მნიშვნელობა რა აქვს ამ შემთხვევაში შემოქმედი ის დრამატულს იმას აღწერს როგორცაც ვთქვათ დოსტოევსკი ან თუ რაღაცა იდეალისტუს, როგორც ვთქვათ თომას მელვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ეს კეთილმეტყველება თავისთავად არ ნიშნავს რაღაცა შელამაზებულ სურათს, ხო? კეთილმეტყველება ნიშნავს ყოფიერების დაბადებას ლოგოსის კონტექსტში. და აი ამ დაბადებას ადასტურებს. ჩვენ ხო მეშვიდე დღის არსებები ვართ. ავგუსტინეს ეს აქვს ხოდულობაში. 6 დღის განმავლობაში დასრულდა სამყაროს შექმნა. აი მეშვიდე დღე არის იქ, სადაც იწყება ადამიანის კომპეტენცია, ხო? იქ სადაც იწყება სახელდების აქტი. უფალმა გეცნობათ დაბადების წიგნში ადამიანს განუჩინა სწორედ რომ საგნებისთვის დაერქმია სახელები. ეს არის ის საქმე, რომელიც მას დაევალა თავის პირველად ყოფნაში. ანუ მან უნდა სახელდებით დაადასტუროს ის, რაც შექმნა უფალმა. აი შემოქმედება დიდი აზრით, ალბათ ეს არის. ეს არის მუცლადღების ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვადასტურებთ იმას, რაც მოგვეცა. ვადასტურებთ სიტყვით, ფერით, გერით და ასე შემდეგ.